დიანა, ყველაფერი შენთვისაა, ძალიან მიყვარხარ. ხო, რა თქმა უნდა, დიმა, შენ მომშობლებმა ნახეს? არა, მაგრამ თუ ნახეს ძალიან დამერხევა და ისე დღეს მეგობართან ვრჩევი. ღმერთო, დიმა, შეგიძლია სადმე სხვაგან შეუმჩნევლ ადგილას გააკეთო, მაგრამ არა შენ სახეზე? არა, დიანა, ვერა, სახეზე იმიტომ ვქენი, რომ ყველა მიცოდეს როგორ მიყვარხარ. ვაიმე, შეხედეთ რა სიყვარულია, უკვე გამაგიჟეს დიანამ და დიმამ. ხო, რა არის ეს? ვაიმე, დიმა, ახლა ყველა დაგინახავს. არ მესმის, ვინ არის აქ ცუდად? ვაიმე, ბავშვებო, მარტო მე ვხედავ? არა, იანა, ამას ყველა ვხედავთ. დიმა, რა გჭირს სახეზე? ვაიმე, ახლა დაიწყება. სახეზე ყველაფერი კარგადაა, გული შუაზეა გაყოფილი, ერთი ჩემია, მეორე დიანას. იანა, შეხედე როგორ უყვარს დიმას დიანა, ტატუც კი დაიხატა. მარიუსა დაიხატა, ეს ნამდვილი ტატუა. დიმა ნამდვილი კაცია. აშკარაა, რომ დიანა მართლა უყვარს. ხო, დიმა, შენ სულ არა, არ გაგვიჟებულ ვარ. გულში დუს პლუს დუ არის. ეს დიმას პლუს დიანას ნიშნავს და ასევე გულია. ეს კი სიყვარულს ნიშნავს. ანუ მე დიანა მიყვარს. ხო, და ჩემი შეყვარებული არ გააბრაზოთ. ჩემთვის გაკეთე და მე ძალიან მომწონს. ღმერთო ჩემო, დიმა, მშობლებმა ნახეს ეს ყველაფერი, მე მგონი არ ვნახავთ, ახლა დედას და მამას დავურეკავ. იანა, არა, არ გააკეთე. იანა, მართლა არ გინდა, თვითონ ეტყვის ყველაფერს თავის მშობლებს, თან ეს მისი სახეა, შენი კი არა. ალო, მამა, გამარჯობა. ხო, ახალი ამბავი მაქვს. ვაიმე, დიმა, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. იანა, არ უთხრა, თუ არ ეტყვი, ჩემს სკუტერს გათხოვებ. ხო, კი, გადმოგირეკავ მალე. არა, დიმა, მარტო კი არ მატარებინებ სკუტერს, არამედ მომცე მაგასაც და ჩაფხუცაც. თორემ ყველაფერს მამას ვეტყვი. კარგი. დიმა, არაფერი არ მისცე, მე დავფარავ შენ სტატუებს ტონალურიც და ვერავინ ვერ დაინახავს. გაიგონე იანა, შენთვის სკუტერი აღარაა და დედით და მამით შეშინება შეწყვიტე, პატარა ბავშვი აღარ ვარ. მორჩა, წავიდეთ კლასში. აბა, შეხედეთ დიმა რა დიდ გულზეა? ხო, იანა, მე მგონი ის თავის თავს ძალიან ბევრ სუფლებას აძლევს. ხო, დიანასთან თავს იჩენს უბრალოდ. იანა, თუ ეგრეა, მაშინ მიღებული ხარ. შეგვიძლია გაკვეთილების მერე დიმა უცემოთ. ბიჭებო, დარტყმა არ არის საჭირო. დედა და მამა მოუვლიან. ჯანდაბა დიმა, საერთოდ საიდან მოგაფიქრდა სახეზე ტატუების დახატვა? ან ისეთ ადგილას ვერ გაიკეთე, სადაც ვერ დაინახავდი? იანა და საათ ზურგზე თუ მუცელზე, მშობლები ხომ მაინც შეამჩნევდნენ. ხო, არ ვიცი, მე როგორღაც დავმალავდი. დიანა, არ დავმალავ ჩემს გრძნობებს და როცა 20 წლის ვიქნებით, ჩვენ დავქორწინდებით. კარგი დიმა, გავიგე და მშვიდი, ჯობია კლასში წავიდეთ. და ყველას უთხარი, რომ სერიოზული გრძნობები მაქვს. მეგობრებო, გამარჯობათ. გამარჯობათ ბავშვებო. ღმერთო, დიმა მაინც გააკეთა, ხო, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ გაეკეთებინა. დიმა, სახეზე რა გჭირს? ჯიჯი, დიმას სახე დაინახე? ეს სიყვარულია. ახლა მესმის როგორ უყვარს დიმას დიანა. მეც მინდა რომ მისნაირი პრინცი მყავდეს. ჯული, გაინტერესებს ჩემს სახეს რა ჭირს? ჩემი სახე ყვირის თუ როგორ მიყვარს დიანა. კარგი დიმა, აღარ ილაპარაკო ამაზე ამდენი, ყველამ გაიგო როგორც გიყვარვარ. დიმა ძალიან მამაცია. ხო, კი, მამაცი. ალბათ მშობლებს ჯერ არ უნახავთ. ხო, და დიმა, ძალიან მაინტერესებს როგორ იყვირებს სიყვარულზე, როცა მამა შენი ქამარს აიღებს ხელში. დიანა, არ მადარდებს, მე მიყვარხარ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯანდაბა, რატო არ იღებს მამა ჩემი ტელეფონს? მინდა ვუთხრა რა გააკეთა დიმამ. იანა, არ უთხრა არაფერი. რა? რატომ? ხო, რატომ უთხარი? ახლა თუ ეტყვი, როდესაც დიმა სახლში მევა, უკვე დამშვიდებულები იქნებიან. მართალი ხარ, მარიუსა, რა ჭკვიანი ხარ? ხო, იანა, ახლა არაფერი არ უთხრა და მათ ჯობია პირდაპირ დაიჭირონ. ხო, ზუსტად. დიმა ძალიან დიდ შარში გაეხვევა. ხო, და მე ვნახოთ როგორ ეყარება დიანა. კოსტა, მან რას უყურებ? უყურებ როგორი ტატუების გაკეთება შემიძლია. კოსტა, მსხალი დაიხატე. მსხალი რად მინდა? უბრალოდ დაფიქრდი, ჯული დაინახავს და ძალიან გაუხარდება. არტომ, ისე ბურგერის დახატვა მინდა კატლეტით. არა, არ არის კარგი, ჯულის არ მოეწონება. ჯიჯი, ნახე რა გააკეთა დიმამ დიანასთვის. ხო, და დიანა ამას საერთოდ ვერ აფასებს. ჩემ შეყვარებულს რომ გაეკეთებინა რამე მსგავსი, მე დიანა, დიმა, კარგი დიანა, მოდი დავილაპარაკოთ. წამო. დიანა, საერთოდ გაგიჟდი? ბავშვებო, რა პრობლემა არის აქ? არაფერი დიანა, უბრალოდ დიმამ თავის სახეზე შენთვის ტატუ გაიკეთა. ხო, გოგოებო, მესმის რომ ძალიან საყვარლობა და კარგია, მაგრამ დიმასთვის არ მithოვია რომ სახეზე ტატუ გაეკეთებინა. თან წარმოიდგინეთ, თავის მშობლები რომ გაიგებენ, რა მოხდება? ხო, დიანა, დიმას დასჯიან. ხო, და შენც უნდა გააკეთო მისთვის რამე. გოგოებო, რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? იცი რა დიანა, დიმასთვის შენც უნდა დაიხატო გული და თქვენი მუდმივი სიყვარულის ნიშანი იქნება. ხო, და როდესაც დიმა შარში გაეხვავა, გაიგებს რომ ტყუილად არ გაუკეთებია. იცით რა გოგოებო, ამას არ გავაკეთებ და სხვათა შორის ერთი ტატუ ჩემთვის საკმარისია. სხვათა შორის მე და დედა ჩემი შევთანხმდით რომ მხოლოდ ერთ სტატუს გავიკეთებდი და მეც არა. დიანა, დედა შენი ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, შეგიძლია რამე დამალულ ადგილას გაიკეთო. გოგოებო, მართლა გაგიჟდით? გითხარით რომ ტატუს არ გავიკეთებ, დამალულ ადგილასაც არ გავიკეთებ.
მე ძალიან კარგ პროფესიონალს ვიცნობ, ის საუკეთესო ტატუს გაგიკეთებს. დიანა და თანხმდიდი მას ძალიან გაუხარდება. ჯანდაბა. მოვედი უკვე, ვის ვუკეთებ ტატუს? კარგი, ძალიან კარგი. აი მორჩა გოგოებო, აზრი შევიცვალე. აღარ გავიკეთებ ტატუს. დიანა, უნდა გაიკეთო, გვიანია, მოვიდა უკვე პროფესიონალი. ახლა უკან დასახევი გზა აღარ გაქვს. ჯობდა არ დავთანხმებულიყავი ამ ყველაფერს. დროზე, დროფულია. აბა ვინ უნდა გაიკეთოს ტატუ? მე. აი ამან. ძალიან კარგი, წავედით. მიდი დიანა, წავედით. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. და როგორ ტატუს ვიკეთებთ, გადაწყვიტე? კი, გადავწყვიტე. გულის 2.5. და სად ვაკეთებთ? მანახე. აი, აქ. საიდუმლო ადგილია. ანუ დედა შენმა არ უნდა გაიგოს? კარგი, დიდი დრო არ დამჭირდება, 10-15 წუთი. ყველაფერი მზადაა, 1 კვირის განმავლობაში არ უნდა დაისველო. ჩანდაბა, ღმერთო ჩემო, გავაკეთე. დიანა, განახე როგორ გამოვიდა. ძალიან კარგი წარმატებები, თუ კიდე მოგინდება ტატუ დამირეკე. კარგით გოგოებო, წავედით. რა მაგარია, აბა მოგწონთ? ძალიან დიანა, ძალიან კარგად და მაგრად არის გაკეთებული. ხო, იმედია დედა ჩემი არ დაინახავს, თორემ სახლიდან არ გამიშვებს. ამაღამ ჩემთან დარჩი თუ გინდა. კარგი, წავედით. გაჩერდით გოგოებო, ერთი პრობლემა გვაქვს. დიმას როგორ ვანახოთ ტატუ, თუ საიდუმლო ადგილას არის გაკეთებული? ჯანდაბა. დიანა, იდეა მაქვს, სურათი გადავიღოთ და დიმას გავუგზავნოთ WhatsApp-ზე. ხო, და გავადიდოთ სურათი, რომ ვერ მიხვდეს სად არის. ხო, უნდა გავაბედნიერო, მაგრამ გოგოებო, ძალიან ვნანობ. იცით რატომ? ეს ტატუ სამუდამოდ მექნება ცხოვრებაში. იქნებ დავშორდეთ იმას. არა, არ დაშორდებით, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, დიანა, რატომ ნერვიულობ? მიდი დიანა, უფრო მამაცად. დიანა, სად იყავი? ყველგან გეძებ. ბავშვებო, მე მგონი ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. აბა დიანა, დამშვიდი, დიმა, მან ტატუ გაიკეთა შენთვის. საიდუმლო ადგილას. ვაიმე, ძალიან მრცხვენია. დიმა, მან გულის 2.5 დაიხატა. ხო, ერთი შენია, ერთი დიანასი. ვაუ, დიანა, ეს სიმართლეა? დიანა, მაჩვენე. ჯული, შენ კი გაჩვენებ, მაგრამ ბიჭებს არა. დიანა, სად არის საიდუმლო ადგილი? საიდუმლო ადგილი? აი, აქ არის. დიმა, იცი რა ლამაზი გულია? ხო, და D+D აწერია. დიანა, ეს ყველაფერი ჩემთვისაა? ძალიან მაგარია. ხო, დიმა, შენთვის, მაგრამ დედაჩემ არ უნდა ნახოს, თორემ შარში ვიქნები. დიანა, ამას არ აუშავს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. თუ რამე შარში გაიხვევი, ერთად ვიქნებით. ხო, დიმა, მართალი ხარ, გეთანხმები. რა საყვარლობა. რა კარგია, რომ დიანას ტატუს გაკეთება ვურჩიეთ. დიანა, მაჩვენე. ჯული, ბიჭები რო გავლენ გარეთ, აი მერე გაჩვენებ. ბავშვებო, მოგიწონათ ჩემი და დიმას ტატუები? თუ კი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარს დააჭირეთ. კარგად! იცით გოგოებო, მე მგონი ახალი ტელეფონი მინდა, მაგრამ ამის დატოვება არ მინდა, ძალიან მიყვარს. ჯიჯი, მეც მინდა ახალი ტელეფონი, მაგრამ ამას ვერ ვღალატებ. გოგოებო, მე ვიყიდე 3 თვის წინ ახალი ტელეფონი და უკვე გავკაწრე. გოგოებო, ჩემო მშობლებმა მიყიდეს დაბადების დღისთვის ახალი ტელეფონი და იცით რა ბიჭებს მივეცი და უკვე გატეხეს, ნახეთ, ნაკაწრი. აბა, ვინ წამოყვება დღეს საშოპინგოდ მოლში? იმიტომ რომ დიდი ფუმფულა მოსაცმელი უნდა ვიყიდ, რომ არ დავარდეს და თუ დავარდება, არ გაწყდეს. მე წამოვა. კარგი, სკოლის მერე წავიდეთ. ძალიან კარგი, დამცავი კრანსაც ვიყიდი. ხო, დაცვა აუცილებელია. გოგოებო, მე წვეტებიან ჩასადებს ვიყიდი, რომ ხელი ვერავინ ვერ მოკიდოს ჩემ ტელეფონს. ვაიმე, ჩვენი ტელეფონები. ой, ბიჭებმა მოგწერეს. სკოლასთან ახლოს არიან უკვე. კარგი. ჯანდაბა, დამღალა ამ სკოლამ. კარგიანა, დამშვიდი. აბა რა არის ეს? მე ტელეფონის გარეშე უნდა ვიარო და თქვენ ტელეფონები უნდა გქონდეთ? აბა იანა, რა გინდა? ჩვენც უნდა დავკარგოთ ჩვენი ტელეფონები? ჩვენი ბრალი არ არის შენ რომ შენი დაკარგე. ხო, იანა, ჩვენი ბრალი არ არის და ახლა ჩვენც არ გამოვიყენოთ? იცით რა? ნამდვილი მეგობრები რომ ყოფილიყავით, თქვენს გადააგდებდით თქვენ ტელეფონებს და ხარს დამიჭერდით მე. იცი რა, იანა, ნუ გწყინს, ცოტა ხანი იქნები ტელეფონის გარეშე და მე ახალს გიყიდიან. მშობლებმა მითხრეს რომ აღარ მიყიდენ, იმიტომ რომ სულ კარგავ. გიყიდიან. ხო, აბა რა სიზამენ? იანა.
დიმა, რანაირად ხარ ბედნიერი? იანა შენი და ხო და მას პრობლემა აქვს. რას ნიშნავს არ იყო ბედნიერი? მან ტელეფონი დაკარგა, მე აიფონი მაქვს, აი ეს მიიღო. ღმერთო დიმა, ძალიან ცუდი ხარ. მეგობრებო, საკმარისია, წავიდეთ. იანა, რატომ მოსწერდები ჩემ ტელეფონს? იანა, გაჩერდი და მშვიდი. ვაიმე, ჩემს სასაც მასე უყურებს. იანა, ეხლა კლასში მივდივართ, წავედით. გოგოებო, შეგიძლიათ ტელეფონები დამალოთ, ნუ მარიაჟობთ. რას ჭირს იანას? ხო, რაღაც უცნაურია, ჩვენ ტელეფონებთან ასე რომ მოდის. მგონი ჩვენს ტელეფონებს ვერ ხედავთ. გამარჯობა გოგოებო. ვაიმე, დიმა, გამარჯობა. შენ დას რას ჭირს? ჩვენ ტელეფონებთან აი ესე მოდიოდა. ხო, შეგვეშინდა. და რა მოხდა? მან ტელეფონი დაკარგა და ახლა დასტრესილია. დიმა, საკმარისია. რა დიმა საკმარისია? მშობლებმა უკვე 3 ტელეფონი უყიდეს. ის კარგავს და კარგავს. ახლა კიდე აღარ უყიდიან ახალს. ნუ ეხლა თუ კარგავს, ღმერთო ჩემო, აი თურმე რატო უყურებდა ჩვენ ტელეფონებს ეგრე? იცით რა გოგოებო, უნდა დავმალოთ, თორემ არ ვიცით რა მოხდება. გოგოებო, არ არის სასაცილო, მე რომ დამეკარგა ჩემი ტელეფონი, ალბათ მეც ეგრე ვიქნებოდი. აი, კლასში წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. დიმა, იანას დანაკარგი, ნუ გიხარია, შენც იგივე დაგემართება. ხო, შენც დაკარგავ ტელეფონს. მეგობრებო, არ დავკარგავ ჩემ ტელეფონს. წავიდეთ კლასში, წავიდეთ. გოგოებო, უთხარით. აბა ბიჭებო, ტელეფონები დამალეთ. იანა ძალიან გაბრაზებულია და შეიძლება რაღაც მოხდეს. რატომ უნდა დავმალოთ ჩვენი ტელეფონები? ისე ჩვენ ვთამაშობთ რაღაცას. პატრიკ, მიდი დროზე. გითხარეთ, დამალეთ მეთქი, თორემ მთელ კლასს ავაფეთქებ. ხო, ბიჭებო, გირჩევნიათ დამალოთ. ხო, თორემ მთელ კლასს ავაფეთქებს. და რა მოხდა? რატომ აღარ შეიძლება რომ ტელეფონები გამოვიყენოთ? იმიტომ რომ მე არ მაქვს ტელეფონი და ისე იგი არც თქვენ არ უნდა გქონდეთ. ამიტომ დღეიდან დამალეთ ეგ ტელეფონები თქო, ხომ გეუბნებით? და მე მაინც არ დავმალო. მარიუსა. რას აკეთებ? დამიბრუნე უკან. არტემ, ტელეფონს თუ გამოიყენებ, შენსაც იგივე დაემართება, გაიგებ? კარგი, მაგრამ მარუსა, რა მოხდა? ესე იგი ბიჭებო, იანამ ტელეფონი დაკარგა და ახლა ტელეფონის გარეშეა, ამიტომ თქვენც ასე მოგიწევთ. გაიგეთ? ლეილა. უი, ბოდიში დამავიწყდა. შენი ბრალია რომ ტელეფონი დაკარგე. ჩვენ რა შუაში ვართ ამასთან? ეს არ არის სამართლიანი. დაჯექით. აბა ერთი ეცადეთ და გაიცინეთ ან გაერთეთ. დღეს გლოვის დღე მაქვს, რადგან ტელეფონი დავკარგე. მომისმინე იანა, მე იდეა მაქვს. და ვიცით ახალი ტელეფონი როგორც უნდა გიშოვოთ. ოპა, პატრიკ, ეს უკვე მომწონს. შენ ტელეფონს მომცემ? მოიცადე, პატრიკ, შენსაც მიცემ? არა. იანა, ამ ტელეფონისთვის ვიღაცასთან დანიძლავება მოგიწევს. ხო, რა მაგარი იდეა. ლეილა, მოდი შენ ტელეფონზე დავინძლავდეთ. არა, მე არ დაგენძლავები. კარგი, არტემ, შენ ტელეფონზე დავნიზლავდეთ მაშინ. არა, იანა. მარიუსა, შენსაზე? არა. პატრიკ, მაშინ შენ ტელეფონზე. იანა, ჩვენ რატო გვენიძლავები? შენ მეგობრებს, ჩვენ ხომ ბანდა ვართ. წადი მე-9-ას დაენიძლავე. პატრიკ, მოდი შენ ტელეფონზე დავნიზლავდე. ვაიმე, ხო, ლეილა, რა კაი იდეა, მაგრამ ვის დავენიძლავო მე-9-დან? დიანასთან, მას 11 პრო აქვს. ხო, ზუსტად. კარგით, ბავშვებო, ახლა მოვიფიქროთ დიანა როგორ დავითანხმოთ. ხო, ნიძლოზე არ დაგვრთანხმდება. ძალიან მაგრები ვართ აიფონით. დიმა, აქ ყველას აიფონი არ აქვს. დიმა, მე აიფონი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ტელეფონი ძალიან მიყვარს. დიმა, არც მე არ მაქვს აიფონი და საერთოდ არ მადარდი. ხო და არც მე არ მაქვს აიფონი. და რა, აღარ გვემეგობრები? თქვენ აიფონები არ გაქვთ, მაგრამ მაინც მაგრები ვართ. ჩვენ ტელეფონები გვაქვს. მიათეკეს ეგეც არა. ურა. აიფონიანო დიმა, დამშვიდდი ცოტა. იანა შენი და ასე რატომ გიხარია მისი წუხილი? იცით რატომ ვარ ბედნიერი? იმიტომ რომ იანას ტელეფონი გაუფუჭდა, მერე დაკარგა. ეს კარმაა. აბა პატარა ფანქრებო, იცით რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ? არა იანა, უფრო მაგრები ვართ. ჩვენ ტელეფონები გვაქვს და თქვენ არა. იცი რა იანა, ვიცით რომ სტრესი გაქვს, იმიტომ რომ ტელეფონი დაკარგე, მაგრამ მაგ სტრესი წადი შენ კლასში. ჩვენ თქვენზე მაგრები ვართ, იმიტომ რომ ვიცით თვერქი როგორ ვიცეკოთ, მაგრამ თქვენ არ იცით. ბავშვებო, მე არ ვიცი როგორ ვიცეკოთ. არა, მოდით გავუმკლავდები. აქედან გაეცვიეთ მე-10. მოდი კოსტა, გადადგინა ბიჭი. კოსტია, მოდი აქ. ვაიმე, რომ გამოუვიდეთ? არაფერიც არ გამოუვათ. მიდით, აბა, ჩვენ უფრო მაგრები ვართ. მიდით, ბავშვებო, რაც შეგიძლიათ ძალა გამოიყენეთ. მიდით, გათვერქეთ. ჯანდაბა გამოუვიდათ. აჰა, ხო და გამარცხეთ. ჩვენ თქვენზე უკეთესად ვიცეკვეთ. ბავშვებო, ჩუმად იყავით, ახლა
ვიტყვით, რომ ჩვენ უკეთ ვცეკვავთ ჰიპ-ჰოპს. ხო, დაენიძლავეთ უკვე. კარგით, მოდით დავნიძლავდეთ, რომ ჩვენ უკეთ ვცეკვავთ ჰიპ-ჰოპს, ვიდრე თქვენ. არა, არ გვინდა ნიძლავი. ბიჭებო, თქვენ სულ გაგიჟდით? რა თქმა უნდა დავნიძლავდებით. აბა იანა, მითხარი, რაზე გინდა დავნიძლავება? ხო, არ ვიცი, შენ რა შემომთავაზებ? მისმინე დიანა, მართლა დავნიძლავდები მათთან? ნასტია, არ მადარდებს. ვიცი რომ ჩვენ მათ დავამარცხებთ. იანა, აბა მითხარი, რაზე გინდა ნიძლავი? და დაგენძლავებით ეგრევე. დიანა, არ ენერვიულო, მართლა დავამარცხებთ. ჰიპ-ჰოპში ღმერთივით ვარ, გეუბნებით. დანიძლავება, გოგოებო, რომ დაგვამარცხონ რა ვქნათ? არა უშავს, მაინც დავენიძლავოთ. ხო? დიანა, შენი iPhone. გეშინია? iPhone-ი? დიანა, დანიძლავდი, ხო, დავამარცხებთ. ხო, დიანა, ჩვენ დაგეხმარებით. კარგი, იანა, დავნიძლავდეთ ჩემ iPhone-ზე. ანუ მე თუ წავაგებ, მოგცემ ჩემ iPhone-ს, მაგრამ თუ თქვენ წააგეთ, მე რას ვიღებ აქედან? რას დებთ თქვენ? მე თუ წავაგეთ, ჩვენი ბანდა ამ სკოლას სამუდამოდ დატოვებს. რა? იანა? კარგი, დიანა, მზად ხარ? ბავშვებო, ეს გაიგეთ? დიანა, ეს ჩვენი შანსია, რომ სამუდამოდ მოვიცილოთ. ხო, და პრობლემები არ გვექნება, დიანა, დათანხმდი. აბა დავნიძლავდეთ? შევთანხმდით. აბა ბიჭებო, ვინ გაწყვიტა? მე ვიზამ. დიანა, მე თქვენ გიწევთ, შემხვდით ჰოლში. კი ბატონო, იყოს ჰოლი. ბავშვებო, წავედით. მზად ხართ? წავედით. აბა დიანა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენც მზად ვართ და პირველები ჩვენ ვიცეგვებთ. არა, ჩვენ ვიქნებით პირველები, არა ჩვენ თქო. ახ, კარგი დიანა, მიდით. გვიყურეთ და ისწავლეთ. მათ შანსი არ აქვთ. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. Ooh, I've been on the flex since flex zone. Neighborhood all in your eardrums. I ain't never scared like Bone Crush. Boy, I got God, don't fear none. My line busy, take no calls. Feels like I don't have no flaws. Snakes in the grass, cut those off. Yo, squad shady, my bros raw. No breaks, we go, 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 go. Those shade, that's a no, 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 no. Go high, go low. იანა, ვფიქრობ, რომ ხუთწუთში ის iPhone-ი შენი იქნება. რა თქმა უნდა, ამათ საწალცეკვას შეხედე საერთოდ. საკმარისია, ჩვენი ჯერია. წავედით. ცეკვა გინდათ? ხო და წარმატებები ნამდვილად დაგჭირდებათ. ხო, მალე ამ სკოლაში აღარ ისწავლით. რა მაგარი იქნება, წარმოიდგინეთ. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up, pick it up, pick it up. Ooh, I'm a real one, my day ones. Try speak up, can't say none. Try dig dirt, there ain't none. I make the money that save up. 10 to 80, my savings. Take to the top from the basement. მორჩა დიანა, დაგამარცხეთ. iPhone-ი დროზე. ხო და არანაირი თავის მართლება. ბავშვებო, მართლა დავენიძლავთ ამათ? სხვათა შორის ჩვენ იგივე ლეველზე ვცეკვავდით როგორც თქვენ. ამიტომ ფრეა. არა ბავშვებო, ნიძლავია. ვინ გაწყვიტა ჩვენი შეთანხმება? კოსტია, აბა თქვი ვინ მოიგო? კოსტია. დიანა, ბოდიში ფსონია. მიათეგე მართლა უკეთესად იცეკვა. კოსტა, რანაირად შეგეძლო? კოსტია, ჩვენ უკეთესად ვიცეკვეთ. ხო, კოსტია, როგორ შეგეძლო? მოღალატე ხარ. არა, თქვენ თქვით რომ გავწყდებოდით, მაგრამ ახლა სამართლიანობისთვის მათ მოიგეს. იანა, იქნება არ გინდა? იცი რა ახალ გიყიდით? დიანა, ტელეფონი აქ, დროზე. იცით რა აჯობდა, საერთოდ არ დავნიძლავებოდი. დიანა, დამშვიდი, მათ ეს ყველაფერი დაგეგმილი ქონდათ, ამიტომ მაინც მოგპარავდნენ ტელეფონს ყველანაირ შემთხვევაში. ხო, დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება. დიანა, შენი პაროლი რა არის? სახით განბლოკვაზე უნდა დავაყენო. დიანა, არ გაბრაზდე, იანაც აგებს რაღაცებს, ამასაც წააგებს. დიმა! რა? დიმა, რა კარგად უჭერ მხარს? ისე რა კარგია, რომ ტელეფონი დავკარგე, ახლა ახალი მაქვს. აბა, ვინმეს კიდე უნდა დანიძლავება? არა. ბავშვებო, არასდროს არ დანიძლავდეთ და არ დაკარგოთ თქვენი ნივთები. ნახეთ, რაც უდად შეიძლება დამთავრდეს. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, რომ ახალი ტელეფონი ვიყიდო, რაც შეიძლება მალე. გამოიწერთ არხი და ზარს დააჭირეთ. აბა, კარგად. ბავშვებო, მოდი სელფი გადავიღოთ. I've got a ton of gravel in my shoes.